ჩალენჯი როიალ თაფლისგან მზიკოს და გიოს. მოკლედ მე დავსვავ კითხვებზე, ვინც ვერ გამოიცნობს, დალევს სამეფო თაფლის ერთ ჭიქა არას. პირველი კითხვა დასწრებაზეა. რამდენი აქვს მზიკოს პენსია? 350. 300 ლარი მე მეუბნები ხო? 350. ნახე. საათი გასა 50 ლარი ხოლმე. ტეხამ. დალი. არა, 300-ია. 300 ლარი ხო? გაგვიმარჯოს. კარგია, ჩემო დედიჯან. ძალიან კარგი. ხასიათი მოგიყვანს. დავუსხოთ კიდევ ერთი ჭიქა მზიკოს. მზიკობა შეგვიფასე როგორია სამეფო თაფლის არაყი. გადასარე, მართლა ძალიან კარგია. მოგიყვანს ხასიათზე. 1-2 შეგიძლია 100 ლარი გვაჩუქო. მეორე კითხვა, ისევ დასწრებაზეა. რომელ რიცხვში ერიცხება მზიკოს პენსია? პირველში. აი, მე არ ვაცდის, კაცო. პირველში ერიცხება ხოლმე და ორში გამოვა ხოლმე, რადგან პირველში რატო იცის ამან ჩემი პენსიის ამბები, კაცო? ვინ აქ კითხავს? მაგიტო რიცხვში რო კითხულობს. იმიტომ არა, სადა ხარ, მოდი ხარ. არა, ზოგადად ყოველ თვის დასწრებში კითხულობ ხოლმე. ეს ცოტა რასხია ამაში, აი εμას დავლევ მაშინ. თუ დალევა იყოს. მზიკო დაგვითხრება. მზიკო დათვრა. აუ, ეს რა არის? საიდან მოიტანეთ ეს? ბომბა. აი გალი. მეტამეთქმეოდეს. რისი ხმარი? აი ზედეთ. ეხლა გააჩეროთ, თორე ორი დალეული მაქვს და თუ ავედი, გადმოვაგდები მესამე სართულიდან. მესამე და ბოლო კითხვა დასწრებაზეა. რომელ დღეს დაიბადა მზიკო? 1 მაისს. დღე. ხუჭაბა. მაინც მომასწრო. მზიკო რა გია. ასე ჩქარა როგორ ლაბარაკობ, ნუ მე ენა მეშლება უკვე. მიდი ერთი ძალიედან. აი მე აღარა რა. მედი მზიკო მედი. მოდი ამ ჭიქით შემოდე და ჩვენ გამომწერებს გამომარჯოს. გამომარჯოს. კარგად იყავით, მაგრად იყავით და ბევრი წარმატებები თქვენ. თქვენ ვარ ყოფილიყავით, ჩვენ ესე ვერ ვიქნებოდით. ამიტომ მადლობელი ვარ თქვენ. გამომარჯოს. აი ესე. აი. დედაშვილი დავატრე. თუ დამავიწყდა ბანკში რო ვალი მაქვს. შენ 200 ლარი არის აბე აგიცეცხებიეთ გაჩვენით. მიიღებდი მეშლით. შემდგარაში როგორ დალიეთო? ვიდეობთ მოდი ხარ. დავახსო კარგად ბრძანდებოდეთ. აბა ეს ამას თუ იყიდე ჩათვალეთ ბომბი გიდებთ თავში თუ ტვინში რა ვიცი. იზე ამას მივავიღებ. სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ლოქიო